დაუბრუნდით. არაჩვეულებრივი ენერგიას. და ფანტასტიკური ძალიან საინტერესო სტუბარი უნდა წარუდგინოთ ჩვენს მაყურებელს უნდა გავაცნოთ 27 წლის თამი ელგიდო, ქართველი ისრაელელი მოდელი, ესე იგი თამი წლებია მილანში ცხოვრობს და ძალიან წარმატებული კარიერა აქვს მას. ძალიან საინტერესო ისტორია. კი, ახლა საქართველოში ჩამოსულია საქართველოს მოდის კვირეულზე, თუმცა მანამდე იყო კანის, ვენეციის და არაერთი საინტერესო კინოფესტივალი, ასევე იყო დუბაის, პარიზის მოდის კვირეულები და თამი საინტერესო ისაა რომ აშდოდში დაიბადა, გაიზარდა და მათ ოჯახში არ დაუკარგავთ არასდროს ქართული კულტურული ღირებულებები და ამ ღირებულებებით იზრდებოდა ის და დღემდე ქართულად მეტყველებს ასევე მას ყავდა საქმრო ჩამოყვანილი გააცნო საქართველოს და საბოლოო ჯამში სამომავლოდ თავის ცხოვრება უნდა რა თქმა უნდა დაუკავშიროს საქართველოს და აქ უნდა მას ცხოვრება და სიამოვნებით წარვადგენა სიამაყე ქალბატონ თამი ელგიდოს სტუმრად მობრძანდით გიხარია რომ ჩვენ გსტუმრობთ მობრძანდით არაჩვეულებრივად გამოიყურებით ძალიან ლამაზად მე დამასწარი კიდეც. ხო, ნუ რა, ხო, ქალის კომპლიმენტი კიდე სულს. ამიტომაც გაცი ხოლმე. როგორ ბრძანდები ჩვენ ტრადიციული კითხვა ეს არის. ჩვენც მაგრამ რომ გმასპინძლობ უფრო კარგად. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, უღრმესი მადლობა და პირველი კიდევ ერთხელ ჩვენი კომპლიმენტები და მოდით მოგვიყევით თქვენ შესახებ. ჩვენ კი რაღაცები ვიცით, მაგრამ თქვენ გარო გავიგებთ ბეროთ უფრო სასიამოვნო. ნაპრატაც თქვით ისრაელში დავიბადე. მშობლები საქართველოდან არიან და ვიყავით ქართველად ილაპარაკენ სახლში, ხო იცი, როცა არ უნდათ ჩვენ რო გავიგებთ რაღაც საქართველად ლაპარაკობდნენ და სინელნელა ვისწავლე ქართული. თანც ქართული მოცეკვავე ვარ ისრაელში. პროფესიონალური და ის შემიყვარდა საქართველო ამ ცეკვებიდან და ყველაფერი თანც მშობლები როცა ლაპარაკობენ ჩვენთან თანც ხანდახან ყოველთვის ხო იცი ოჯახი რო იქრება და ისტორიები ან კი და ის შემიყვარდა საქართველო. რა საკში გააცნობიერე რომ შენთვის ძალიან ძვირფასია ქართული ყველაფერი და საქართველო. აი როდის აღმოაჩინე რომ აუცილებლად უნდა ნახო საქართველო და უნდა იცხოვრო გადაწყვეტილება როდის მიიღო. რავი, ჩემი მშობლები ისე უყვართ საქართველო და ყველას და ყოველთვის თქვენ აი საქართველოში ასე იყო და ასე არის და ხალხი ასეთია, ყველას უხარიათ და ყველა მარტო ანუ უყვარს ცხოვრება. ხო იცი და მუსიკა და ცეკვები საჭმელი ვგიჟდები ქართულ საჭმელზე. და რა ვიცი, მე ვთქვი, აი საქართველოში უნდა ჩამოვიდე, თანც მედიცინობაზე უნდა დავიწყო სწავლა. ხო. და რა ვიცი, ძალიან მიყვარს საქართველო. პირველად როდის ჩამოხვედით საქართველოში? 7 წლის წინ. 7 წლის წინ. დიახ. და რა იყო ის აი რომ ჩამოხვედი საქართველოში, რა შეგრძნება გქონდა, რა მოგეწონა? ანუ ძალიან ლამაზია. ეს ქვეყანა ისეთი ლამაზი ქვეყანა არის ჩვენთან ისრაელში. ანუ არა ასეთი ვიცი მე რამ ყოფილი ვარ და ვიცი. ხო და თანც ხალხი ესეთი თბილი ხალხი და საყვარელი ხალხი და რავი ძალიან მომეწონა. უცბად იგრძენი საკუთარ სახლში თავი, ხო? ანუ შემოვედი და ვთქვი აი ასაა სახლი. და მაშინ ვიხდი შენი მშობლები რასაც ამბობდნენ, ხო უკვე ნათლად დაინახე ეს ყველაფერი. მანამდე საცხოვრობდნენ მშობლები აქ. დედიკო ქუთაისიდან არის და მამიკო ფოთიდან. მამიკო ფოთიდან. კი იყო, ქუთაისში ძალიან ბევრი იყო და ძალიან ისე თბილად ახსოვს ჩვენს ისტორიას მათი აქ ყოფნა. მართლა ძალიან დიდი მოკითხვა გვინდა გადმოგცეთ დიდი პატივისცემით. ისი რა მაინტერესებს მილანი და თქვენი სამოდელო კარიერა და ძალიან წარმატებული. გვინდა რომ ამაზე მოგვიყვეთ მილანური თქვენი ცხოვრება და კარიერა. მილანში წავედი, იმიტომ რომ პროსტა მინდოდა რომ ვნახო. უბრალოდ დასათვალიერებლად. და იქ როცა წავედი, ერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და შემეკითხა, რომ ხო არა, გაკანო 5 წუთი გჭირდება ერთი გოგო, რომ რეკლამაზე პროსტა დადექი. და მე ვთხარი, ხო, რა თქმა უნდა, რატომ არა. და ამის მერე უკვე ეჯენსი მოვიდა ჩემთან და ხერი დავწერე და ასე დავიწყე იქ მუშაობა. ანუ პატარა კინოსავით არის, ხო, აბსოლუტურად ქუჩაში შეხვდა ადამიანი, რომელმაც კინოს გვიყვება ადამიანი და ეს არის. კინოს სცენარია ნამდვილად. წერის, იმიტომ რომ ეხლა პრინციპში ეს არის ბედის სცენა, სადაც არის ბედის შენი. რაც მოხვა ეგ არის. ხო. აი გჯერა რომ სწორ ადგილას ხარ ხოლმე ყოველთვის და ეს შენი ბედი იყო. ხო, ხო. თანც არასდროს არ
ვიფიქრე. არ გიფიქრე ამაზე. ყოველთვის მინდოდა სამედიცინო? ხო. რისი ექიმი გინდოდა რომ გამოსულიყო? კოსმეტიკური. კოსმეტიკური ქირურგი? და ყველა შენერი ლამაზები უნდა ყოფილიყვნენ? შეეცდებოდა. ხო, შეეცდებოდა, კი ვერ იქნებოდა, მაგრამ შეეცდებოდა. და რავი, მოდი ვნახოთ რა იქნება. და ასევე დავიწყე იქ მუშაობა მოდელისავით. მე პარიზში გადავედი რამოდენიმე დროებით. პარიზში გავიცნე ეკა გალოპილიშვილი და კატრინ ეჯენსი შემიყვანა. ბევრად მუშაობთ ერთად ყველგან, ანუ შემდეგ ეკაო რაღაცა თანეკა ესეთი ადამიანი რომ მაშინ შენ კიდე რამის წევებზე გვესაუბრეთ, კიდე რამის წევები გაქვთ მილანში რაში იღებულობთ ძირითადად მონაწილეობას გარდა მოდის კვირეულებისა თუ არის რამის შემოთავაზება იგივე კლიპები, იგივე ფილმი შეიძლება იყოს ან რეკლამებზე და ხო მოდელის სამუშაო მაგ ან ფილიპ პლეინსთან, დოლჩე გაბანა. ო, ძალიან სერიოზული ბრენდები ჩამოთვალეთ. იცი დოლჩე გაბანა. იცი რატომ? იმიტომ მე არასდროს ამჯეროდა რომ მოდელი ვიქნები და ჯერ არც ჯერ ახლა ხო. ეხლა უნდა მითხრა დოლჩე გაბანასთან როგორ მოხვდი? რამე განსხვავებული ის არის, რა ქვია, მოთხოვნა აქვს და როგორ აღმოჩნდი? კულისებში რა ხდება? კასტინგზე გავედით, არც იქ თელეგოგები ისეთი სუსტები იყვნენ და არ მეგონა რომ ამირჩევენ, ხო იცი. იმიტომ რომ მე უფრო ქალური თანი მაქვს. კი ბატონო. და რავი, აფა პროსტა მიხრენ შენი ენერგია გვიყვართ. მოგწონს? მოგწონს? თუმცა ენერგიასთან ერთად უნდა გითხრათ რომ ფანტასტიკური ვიზუალიზმი გქონდათ, ასე რომ ასე ნუ იტყვით რომ მე არა. ყველაფერი და ის ბუნებრივობა რაც მას აქვს ნამდვილად. ეხლა უნდა მოგვიყვე თაყვანის მცემლები ნამდვილად ძალიან ბევრი გეყოლება. ალბათ საფრანგეთშიც ყველგან აბსოლუტურად. ეხლა მოგვიყევი იმ ადამიანზე, რომელთან ერთადაც შენ ჩამოხვედი. გააცანი საქართველოს და რომელიც გიყვარს. სად გაიცანით? პარიზში გავიცანით ერთმანეთს ერთი წელიწადის წინ Fashion Week-ზე, რესტორანში, მეგობრებთან წავედით რესტორანში და პარიზში. დიახ. просто დავიწყეთ ცოტა ლაპარაკი. ებრაელი არის, ლონდონში ცხოვრობს. დიახ. და რავი ქართველობასთან შეხება, ანუ ქართველი ებრაელი არა. საქართველო იცოდა რა. არა, პირველად ჩამოვიდა და ისე უყურს თქვა, არც მინდა რომ გავიდე. კარგი სიძეგვა ყოლია. კი, ნამდვილად. შენ რა უთხარი, რომ მე ვარ ქართველი, რომელიც ცხოვრობ ისრაელში, როგორ გავაცნობ? მე ხელად უთხარი მომისმინე, ჩვენთან ტრადიცია სხვა არის, ცოტა. ჩვენთან არა ისე, კაი, ახლა მინდა რომ გნახო, ერთი დღე გნახავ, მეორე დღე უკვე დავიქარგები. ჩვენთან ასეთი რაღაცა არა. მაშინ თუ გინდა, ნუ უნდა იცოდე, სად შენი ჩვენთან სახლში როცა მოვიდა ისრაელში გაიგო რა არის ანუ ოჯახი ხო იმიტომ რომ ჩვენ უფრო თბილი ხალხი ვართ ჩვენ გიყვართ ხო ოჯახი და ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის საქართველოში როდესაც სასიძო ასე ვთქვათ ან შვილი შეყვარებული მოდის სხვანაირ სუფრას შლიან ეს გააკეთა აი ეგ მაინტერესებს ეს თუ ხდებოდა თქვენთანაც დიახ ხო რა თქმა უნდა პირველ ისტორიაში ჩვენ სახლში ვიყავით, მეორე დღეში დედიკოს დასთან ვიყავით. ყოველ დღეს სხვადასხვა ოჯახებში, ჩემ ძმასთან ვიყავით. რავი, ძალიან შეუყვარდა ჩემი ოჯახი. ყოველ დღე ელაპარაკება დედაჩემს და მამაჩემს. დედიკოს დედა უძახის უკვე. აი, გასაგები. ესე ძალიან გაგიქართველებია შეიძლება და რა კარგია. ის რა მაინტერესებს. დღემდე ქართული ტრადიციებით ცხოვრობ? სადაც არ უნდა იყო მაინც. არა, მნიშვნელობა, ეს ჩემი არა. ჩემი. რა არის შენთვის ყველაზე ესეთი ძირითადი ქართული ტრადიციები? აი, რაც ყოველთვის იქნება შენ შულსაც გადასცემ, იმიტომ რომ რაღაც პერიოდში ტრადიციები იკარგება ზოგიერთ, მაგრამ რა თქმა უნდა, აი, ყველაზე მთავარი. რაფერადაც უნდა მოიქეცო. მოქცევის წესი წესი. ლაპარაკი ეს ჩემთვის ყველაზე. ბატონო. ქართული ენა ანუ. ქართული ენა, დიახ. ანუ წერა კითხვა არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ვისწავლი. ისწავლით, ყველაფერს ისწავლით. რა თქმა უნდა, ისტორია, ლიტერატურა. მებია ჩემი ლიტერატურის მასწავლებელი იყო. აქ საქართველოს ქუთაისში ისე. ხო. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენთვის. საჭმელი კარიერა უნდა იცოდეს სახლის კი, բայց მოწესრიგება დიასახლისი რომ უნდა იყოს სანიმუშო. უნდა იყოს ვაშკაცი რომ უნდა იყოს და არა. არ მინდა ვთქვა, ხა ისრაელში ხო იცით რა ხდება? რა ხდება ჩვენ არ ვიცით ასე ისრაელი ასე. ანუ კაცურება უკვე არ არის, რავი.
აჰა, გასაგებია. ხო, გასაგებია. გასაგებია. ანუ უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი. ხო, უნდა იცოდეს, საპირე უნდა კარიერა პატივისცემა. ხო. და რა ვიცი. მე იცი რა მაინტერესებს, აქვე კითხვა მაქვს ესეთი. მე ვიცი რომ ისრაელში ეს ნორმაა, ქალბატონები ჯარში, ხომ არ ყოფილ ხარ შენ? არა, მე არა, იმიტომ რომ სავალდებულო არ არის ეს? ანუ ეს ოჯახის გადაწყვეტილება. ხო, იმიტომ რომ ჩვენთან ეს არა ასე ქალი უნდა იყოს და კაცი ჯარში. ეს ჩვენი ტრადიცია. ხო. ქართული ტრადიცია. თუმცა ქალბატონები ყავს ჩვენ და ძალიან ძლიერები და აუცილებელიც არის. მაგრამ ქარი მაინც ქალი მე გეთანხმები მაგამში კაც. ჩვენ უბრალოდ სხვა მხარეს განვიხილავთ. ახლა ხართ საქართველოში სამოდელო ესე იგი მოდის კვირეულზე ჩამოსული როგორც ვიცით სამოდელო კატრინისგან? ხო. სწორად ვიცი. მოგვიყევი აბა. აი მოგვიყევი ხა ღევანდელობაზე. ის ძალიან მომეწონა აქ რატაც ყველაფერი ხდება. ანუ დარბაზი, ულამაზესი დარბაზი იყო. თანც ბექსტეიჯში ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული. ხო. ხმაური არ იყო, ყველა ძალიან პროფესიონალები იყო და დიზაინერები ისე მომეწონა. არც მეგონა რომ ვერ წარმოიდგენდი. ქართველებს ასეთები ყავდნენ, ხო? ვაუ, პროსტა შოქში ვიყავი. მართლა და შოქში იმ ხომ არ ვიყავი. შეიძინე ქართველი დიზაინერებისგან? ერთი ქართველი დიზაინერი საჩუკარი მომცა. საჩუკარი, კი ხო, ბატონო. და რავია, ნახოთ რა იქნება, ძალიან მინდა აქ კიდე რომ ვიყო და ვიმუშაო. იქნები, რამდენი ხნით რჩები? არ ვიცი, ბილეთი გქონდა და გავაბიტურე. ბილეთი გავაბიტურეთ. პოჩა. ძალიანაც კარგი იყავი ჯერ აქ. იცი რა არის, იმდენად საოცარი ადამიანი. კი, ნამდვილად. იმდენად დადებითი. ნამდვილად. რომ იმართლა ძალიან ბედნიერები ვარ დღეს შენ ჩვენთან ხარ. მთელი გული წარმატებებს გისურვებ. და განსაკუთრებით საციხარულოა რომ აი ეს ადამიანი მილანი იქნება თუ პარიზი, საფრანგეთი იქნება თუ ასე შემდეგ სხვა არაერთი ევროპის თუ არაევროპის ქვეყნები იქნება ქართულს წარმოადგენს და ქართველობით ამაყობს და მადლობა შენ. და ესეთი ლამაზები არის ლამაზი ქართველი. ყველაზე ლამაზი ხალები ჩვენ ვართ. კი, გეთანხმები. მართლა გეუბნები. სოფლიოში. ხო. ნამდვილად. ნამდვილად. ეს არის დამტკიცებული.